სიმღერას ქვია არა ზილი უნდა ვიყიდო. ოჯახი მოლოდინშია მონოტრებული ცოშვილი უნდა ვნახო ჩემი ზილი დავდასაო საბარგულში ნახდი ძველი ადამბა ხაჭო დედაშვილს ხელში ვერ აიყვანს იმოდენა ერბო შირდება ამასო ცეცხლი მაინ ჩაყება მადლობა. მიშვარდი ვარ მე და შეიქმნა როგორ შეიქმნა ბენდი. მეცა გავიხსენო. მიშვარდი ვარ მე, ჩემი და მეძახდა მიშვარდის. შესაბამისად YouTube-ზე მე მიშვარდი დავიწერე და სიმღერებს სახელს ანუ რაღაც პროექტის სახელი არ ერქვა. და მე ვიღაცებმა დამიძახეს მიშვარდი. მეთქი ოკეი, მიშვარდი ერქვას ბენდს. და მე დიდუბე რეკორდსში მითხრეს, რომ არ გინდა ლაივიო. მეთქი კი როგორ არ მინდა ლაივი. და თბილორგიაში შემოგთავაზეს დაკვრა. ეხლა მე ბენდი არ მყავს. უნდა ვიშოვო საიდანაც და აი ძალიან რანდომულად რაღაც ავარჩიეთ, ტელეფონზე კონტაქტებს დავუყევი. და რაღაც გინდა თბილორგიაში დავუკრათ და კიო ზოგონია და მე ეს შეიკრა მიშვარდის ბენდი. პირველი ლაივი სუდი იყო არ მომეწონა, იმიტომ რომ ძალიან ნერვიულობდი და ბევრი რაღაც შეგვეშალა, მე და მიხო ვიყავით მაშინ მარტო და ბოლო ყველაზე კარგი ლაივი რომელიც იყო კამორას ბარში და იქაც ნერვიულობდი, მაგრამ აი გიტარას რო ჩამოვყარე, ნერვიულობა სულ გამიქრა და ხო რა, მაგარი იყო. ჯერ არ გითამერცხადია პროფესიულად გაყო მუსიკის ალბათ აი ხა ნიუკამერსზე ვიყავით. ამ ბენდთან ერთად არ ვიყავი, მაგრამ ჩემ ბენდით ვიყავით და თამეშვარდებიც იყვნენ იქა. და აი ამ გარემომ რაღაცა შეჯიბრის, უფრო დამაფიქრა, რომ კარგი საქმე არის და მსიამოვნებს და აქაც რაღაც შეიძლება მოხდეს. აქამდე თუ მქონდა უიმედობა, რომ საქართველოში ვერაფერი არ გაკეთდება, იქ რაღაცა უფრო დავინახე. ხარისხიანი პროექტებიც და საშუალებაც რომ რაღაცნაირად მუსიკალურად გამთვალო. პრაქტისები რა, აი სახში რომ დაიჯდა და ბევრი უკრა, უბრალოდ უტვინავ და უკრა და ეგ ცოტა მოსაბეზრებელია, მაგრამ თან
თავის სახალისო ხარეც აქ მაგას და ეგ მომწონს გაგრას მუსიკაში რა. ყველაფერი ასე თუ ის სახალისო არა მისი ხედვა აქვს. ყველაზე მეტად სიამოვნებს ხალხის ფიდბექი. იმიტომ რომ ანუ ხალხის ფიდბექი თუ არ არის კაი ლაივი რა. ანუ შოუ უნდა დადგა და იგივე რაღაცა ენერგია უნდა მოდიოდეს ხალხისგან, რომ რაღაცა კმაყოფილება დაიკმაყოფილოთ და მისწორდება. მადლობა. ეგ იყო და ეგ, მადლობა ძალიან დიდი მობრძანებისთვის. ჩემივე მუსიკას უსმენ ახალი დაწერილი რომ აქვს, აი რეპეტეზე მაქვს. და ალბათ ეხა ჩემი საყვარელი არის ქორწილია. ამჟამად ქორწილია ჩემს. ალბათ იმიტომ რომ ყველაზე ახალი ეგაა. ძალიან აუცილებელია. ნუ ორივე რითმული სექცია ვარ და მე რაღაც პანჩ მასე უყურებ, რომ ჩემსა და ნუ გიტარას და კლავიშებს და ნუ მელოდიურ მხარეს შორის და ჩემს შორის კოტე დგას და მე ვცდილობ რომ კოტეს გადავცე რომ კოტემ უთხრას. და რაღაც ეგ chemistry ნიშნავანია რომ კოტე მარტივად იჭერდეს მე რას ვიძახე და კოტე მარტივად მეუბნებოდეს რა არის საჭირო. და ეგ ვეჭვი. ნიშვარდები ფილმში მე ვფიქრობ რაღაცა ეს რომელი არის native ინდიელები რო არიან და რაღაცა western იქნებოდა უეჭველი მე მგონა მაგდენის ყოფარი არ ვიცი ალბათ საჩი კომბლე ხალხს უყურებ და რო ხვდები რომ უსწორდებათ მე მეც მისწორდება მანამდე ვერ ვიმყოფები ეშინია ამ ბოლო დროს უსმენ ამ ბოლო დროს ანუ 1 წელია დაახლოებით უსმენ იუსეფ დეიზია ეგეთი დრამერი და მაგას ყავს თავისი ხალხი შეკრებილი და ძალიან კარგ მუსიკას წერენ და ალბათ ეხლა რა დონეზეც ვარ დიდი ალბათობით მაგათი მუსიკის დამსახურება ხმა იქნებოდა პუშტი რო იფუშება და იქნებოდა პერკუსიული ინსტრუმენტი და უნდა ჩაბერო რომ გაიბეროს ეს ბუშტი რა ხო Call
ხმობა როგორ შვენის მოვლილია ძლივს კაც და ემსგავსე ხსოვნილია შენი ცეცხლის სელფერი შეყვარებას მე ვერა ფათალი შახირად გარგია სულ ტრიალებ გუბოში ვერ ვსევა მადლობები და მადლობები. იცი რა, რაღაც სხვა კატეგორიის მუსიკოსები არსებობენ მე მგონი. მე მაგალითად მუსიკალური განათლების გარეშე მუსიკას ვერ ვეხებოდი. თორე არის ხალხი, ვისაც რაღაც შიდა ნიჭი აქვს მუსიკალურობის ბავშვობიდან და ეს აქვს მომენტი და არის ხალხი, რომით და რაღაც სიყვარული თამაშობა რა. და მე დამჭირდა მუსიკალური განათლება, რომ რაღაცა უფრო კარგად შევხებოდი მუსიკას. ამიტომ ზოგისთვის საჭირო, ზოგისთვის არ არის საჭირო. იქვე თუ უნდა მოვიფიქრო რაღაცა, არ გამომდის არასდროს და მე უეჭველი ჩემპიონში უნდა ჩაუჯდე სახლში და შეიძლება რაღაცა 1 საათი გამიგრძელდეს მოფიქრება, შეიძლება უცბად 2 წუთში ბრახდა დაეცეს და რავი, ყოველ შემთხვევაში ვერთობი ამ პროცესში. კი, აი კოტე, ჩვენი ბასისტი, ასეთ სიმღერას წერთ კავკასიელი ტყვექალა. როდესაც გააძრო ახალი ბეისლაინი, უბრალოდ ყველა გავგიშდით და ავყევით, იმიტომ რომ ხო, კოტე ძალიან მაგარია. ძალიან გვიყვარს კოტე. ალბათ ძალიან ცუდი სიმღერის ტექსტი მომწონს, სიმღერას ძალიან ცუდი ვიყავი. თავიდან აღსარების ლოცვას ვკითხულობ სიმღერის სახით. და მე აღსარებას ვაბარებ. და ალბათ მაგიტო. ეს ისტორია იმიტომ იყო, რომ დავიღალე. მეთქი რამენაირად უნდა გავიქარწყლო ეს ცოდვები მეთქი და სიმღერის სახით გადმოვეცი ჩემი ცოდვები. ამ სიმღერას ქვია ძალიან ცუდი სიმღერა. Christ,
ვალცა გოგო ვადირე რა მინდოდა რა მივქარე დავწვი თურფა ხატიმე ისი ვარ სამარედ გავიმეტე ლოცვა თვალი გავახილე ისევ სხვაში გავცვალე ხმერთო შენ თუ მიშველი ანეგებას მიჩევდი კითხე ასე სხვის მკლავებში ხარ თუ ჩემზე ფიქრები არაფერს დავიშურებდი მოწყე შენზე ციგები საიქიო სოებრანჭები სააკა ოჩიშლები როგორც მუსიკოსი ვიზრდები და მათგანაც ფერს სწავლობ უფრო და ინსპირირებული ხდები მე რა თუნდაც ჩემ მუსიკაში გადმოვიტანო მათი აზრები და მათი შემოქმედება. ჯერ არ უმოქმედია. აი აქციაზე დავუკარი 1-3 დღის წინ. და ანუ ვიგ აქციაზე მყოფი ხალხი ვინც იყო ძალიან მოეწონათ, ასე უკრავ და უფრო ალბათ იმაზე ვიფიქრე, რომ რადგანაც ქართულად ვღერი, ალბათ უფრო მაგიტომ მოეწონათ, ვიდრე რასაც მღეროდი. იმიტომ რომ რაღაც მე მაგალითად მაკლია ქართული სიმღერები თბილისში, ყოველ შემთხვევაში. და ალბათ ეგ უფრო მოეწონათ და მასე, მაგრამ კარგად მოქმედებს. აი, მიშვარდები ბევრს ვურავთ ძალიან ბოსას და ფანკს და როკს. ეგ სამი ჟანრი სულ მინდოდა რომ გაერთიანებულიყო. ლათინური რითმები და ჟღერადობები სულ მომწონდა და რაღაც ხრი მაგაში რა ჯდება და მაგაში რო არის გაერთიანებული ეგ მომწონს და რაღაც ისეთი რაც არ გავუკეთებია უფრო ალბათ ქართული ფოლკი და აი ბრაზილიური ლათინური რითმები და ბრაზილიური ფოლკი. ძალიან კაი ხმობა არის მან ვინც გაარჩევს ნოტებს.
გავს ამდენდაც არასოდეს მინახო შენაირი ალვაოს მწვერვალები თავს დახრიან რო დავიწყებს მას დიდი ხანი ამოველი მეხი გავარდეს სარიელცაზე იქნებ გული და მიწყნარდეს ერთად დიდო კრეფუსა სრულო ვარდებს მეორე დღეს ბედი უსიყვარულოდ მაგდებს ზევსივი გულის დაკრძალვა არასოდეს მინახავ შენაირი ალვა ამიტომ უაზრობ ყავი მიჭირს დამალვა დიდი ხანი ამოველი ჩამოწვეს ვავი რომ დამისხა შემში გაჩაღებული ალი მთების იქით არჩი სამუდამოდ იყავი თუ განმოხვა ჩათვალე და მარჯე ის არის ქორწილია